100 მეგაბიტ-წამიანი ფიქსირებული ინტერნეტი 136%, ხოლო 10 გიგაბაიტი მობილური ინტერნეტი სასაუბრო დროსთან ერთად 35% ძვირია საქართველოში ვიდრე ევროპის ქვეყნებში. კომუნიკაციების კომისია საქართველოში რიგ სეგმენტებში მაღალ ფასებზე საუბრობს. კომისიის დაკვეთით ჩატარებული ბენჩმარკინგის კვლევის მიხედვით საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ ისე ფიქსირებულ ბაზარზე კვლევაში შემოვალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია, თუმცა მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურების ფასები ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებს. კვლევის გამოქვეყნებას მსხვილი ტელეკომ ოპერატორების კრიტიკა მოჰყვა, კომკომის მხრიდან ტარიფების ნეგატიურად წარმოჩენა სავარაუდოდ ბაზრის რეგულირებისთვის საფუძვლის შექმნას ემსახურება, მიიჩნევს კომპანია Silknet. აქტიკომში კი აცხადებენ, რომ კომისია ბაზარზე მოქმედი საკომუნიკაციო კომპანიების დისკრეტაციას ცდილობს. რა ჩვენა კვლევამ, რა არგუმენტები აქვს და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს კომისია ბაზარზე კონკურენციის გაზრდისთვის. კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. გაბატონო ეკატერინე, მადლობა თქვენი დროისთვის, მობრძანებისთვის. კვლევაზე ცხადია დეტალურად ვისაუბრებთ. დასაწყისში მინდა დავიწყოთ თემით, რომელიც უკავშირდება განსხვავებას მობილურ და ფიქსირებულ ქსელებს შორის. ამდენ დიდია აქ სხვაობა და სად არის ყველაზე დიდი გამოწვევა ბაზარზე ჯამურად რო ავიღოთ კვლევა. მადლობა ბექა, მადლობა მოწვევისთვის ამ აქტუალურ თემაზე სასაუბროთ. მივესალმები თქვენს მაყურებელს. დიახ, ეს კვლევა უმნიშვნელოვანესია დარგზე დაკვირვებისთვის და სამომხმარებლო ნაწილში იმის ცნობიერების, ასე ვთქვათ, გასაზრდელად თუ არის თუ არა გამოწვევები და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კომუნიკაციების კომისია პირველია მათ შორის, ვისი ყველაზე დიდი ინტერესიც არის, რომ დადებითი შედეგი გქონდეს და მომხმარებელს გქონდეს საკმარისი არჩევანი და ხელმისაწვდომობა. ეს ჩვენი ამოცანაც არის და შესაბამისად თუ კარგი შედეგები იქნება ჩვენს კარგ შესრულებულ ამოცანაზე მეტყველებს. ჩვენ კვლევა დავუკვეთეთ Strategy Analytics, რომელსაც აქვს ერთ-ერთი ავტორიტეტული კომპანია და დიდი გამოცდილება აქვს. შერჩევა მოხდა სამომხმარებლო კალათის პრინციპით. და ეს კალათები ნახლდება წლიდან წლამდე, იმიტომ რომ მომხმარებლის ქცევა ციფრულ სამყაროში იქცევა გაზრდილია ონლაინ სივრცეში დრო, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მიმართულება, ინდიკატორი გახდა უკვე ციფრულის ნაწილი, ამიტომ ვიკვლევთ ამ ინდექსებს, მათ შორის გლობალურ კონტექსტში, ხოლო რა თქმა უნდა, ამოცანის კონტექსტში, კონკურენციის ნაწილში რამდენად შეზღუდული არჩევანი ამ ნაწილშიც ვიკვლევთ. შედეგები, რომ ვისაუბროთ მობილურ და ფიქსირებულ ბაზარზე, საკმაოდ გავს, ასე ვთქვათ, შეთავაზებების მოცულობა, მობილური შემთხვევაში მოცულობა versus ფასი და ფიქსირებულ შემთხვევაში სიჩქარე, მიწოდებული სიჩქარე ფასი, ქცევა, ანუ დაბალ მოცულობაზე და დაბალ სიჩქარეზე არის ფასები ახლოს ევროპულთან, შესწავლილი იყო 22 ქვეყანა ევროკავშირის დამატებული ბრიტანეთი, რომლებიც არიან ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები და რაც შეეხება უკვე იმ მოცულობებს და იმ სიჩქარეებს, რომელიც ითვლება, რომ დღევანდელ დღეს მაგალითად ევროკავშირში მოსახლეობის 55%-ზე მეტი სარგებლობს 100 მეგაბიტ-წამიანი ინტერნეტით, აქ როგორც თქვენს ბრძანეთ 2.4 136%-ით მაღალია, მობილური შემთხვევაში 36% არის სხვაობა 20 გიგაბაიტ ინტერნეტზე და აღვნიშნოთ, რომ არა მარტო ევროკავშირში, საქართველოში საშუალო მომხმარება თვეში არის 12 გიგაბაიტი ინტერნეტი მობილური უკვე და ეს ნიშნავს, რომ გაზრდილია უკვე ფიზიკური პირის მოთხოვნა. უფრო დიდი გამოწვევები ჩანს იურიდიული პირების შეთავაზებების შემთხვევაში, მობილურში დაბალ მოცულობაზე აქაც არის მსგავსი, უფრო იაფია საშუალო ევროპულზე, თუმცა მოგეხსენებათ, რომ 20 გიგაბაიტი ინტერნეტიც თუ კი არის რაღაც დიჯიტალ ციფრულ მომსახურებებზე აწყობილი კომპანია და მას სჭირდება სერიოზული მოცულობები, 20 გიგაბაიტი უკვე იურიდიული პირისთვის ცოტა და აქ უკვე 36%. რომც არ იყოს ციფრული, ისედაც იურიდიული პირისთვის 20 გიგაბაიტი. და უფრო რთულადაა სიტუაცია ფიქსირებულის შემთხვევაში, ჩვენ სტანდარტული შეთავაზებები შევისწავლეთ და იქ 10 გიგაბიტი წამზე მეტი სტანდარტული არ არსებობს, ხოლო 10 გიგაბიტი წამი იურიდიული პირისთვის სამჯერ ძვირი 199%-ით და ეს არის შემზღუდველი ფაქტორი ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის და ცალკე ჩვენი შესწავლის მიზანი უნდა გახდეს, რა იწვევს
ჩვენ რა თქმა უნდა გადავალთ თემაზე, რომელიც ეხება გამოხმაურებას, მობილური ოპერატორების მხრიდან ამ საკითხის, მაგრამ იქამდე მინდა გითხოთ, ეს არ არის პირველი განცხადება, რომელიც კეთდება კვლევის შედეგებით, ასე ვთქვათ, გამყარებული ამ შემთხვევაში, რომ მაღალი ფასებია და ამის თავარი პირობა არის თუ არა კონკურენცია და რა უნდა გაკეთდეს, რა არის საჭირო კონკურენციის გასაზრდელად, ანუ კონკურენციის თავისუფლი თავარი შემზღუდვები რა არის ქვეყანაში? დიახ, მადლობა. კითხვისთვის კი ბატონო, ზოგადად პირველი სტანდარტულ შემთხვევაში, როდესაც აქ საუბარია იმაზე, რომ ფასები იქნა შერჩეული ყველაზე დაბალი, იმ შეთავაზების ყველაზე დაბალი ფასი და აღმოჩნდა, რომ ეს ფასი არ არის კონკურენტული იმ თვალსაზრისით, რომ გადავიყვანოთ მყიდველობით, უნარიანობით უკვე ევროპის ფასთან შედარებით, არის მაღალი. ხო, პირველი აუცილებლად კომისიის ამოცანა რომ შეხედოს არის თუ არა საკმარისი შეთავაზება. საკმარისი შეთავაზება ნიშნავს არსებობენ თუ არა კონკურენტები, ვინც ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, რომ უკეთესი პირობა შესთავაზოს აბონენტს და რადგან თქვათ ძველმა კვლევებმაც მსგავსი სურათი აჩვენა და ეს არ ვითარდება წლიდან წლამდე, ანუ არ გამოდის მოთამაშე, რომელიც ცდილობს, რომ უკეთესი პირობით შემოიტანოს შეთავაზება, ანუ პირველი გამოწვევის სახით ჩანს, რომ არ არის საკმარისი კონკურენცია. საკმარისი კონკურენცია ნიშნავს, რომ არ არის საკმარისი შემთავაზებელი ბაზარზე. კვლევაში, ანუ ბენჩმარკინგის რატომ იზღუდება ეს კონკურენცია? რატომ არ არის კონკურენცია ბაზარზე? აი, კონკურენცია რატომ იზღუდება? დიახ, კონკურენცია რატომ იზღუდება? ამას უკვე ბაზრის კვლევის, ასე ვთქვათ, უფრო დიდი ამოცანა სწავლობს, რომ ჩვენ გვაქვს კომპლექსური კვლევა, დაწყებული 1 წელიწადზე მეტია, რომ გავიგოთ ზოგადად უკვე შემთავაზებლების, ანუ ოპერატორების დონეზე, რატომ არის ცოტა შეთავაზება, ან რატომ არ ხდება ისეთი კონკურენცია, რომ უფრო კარგ ფასად მოხდეს დიდი მოცულობების შეთავაზება. კომპლექსური კვლევის ფარგლებში ჩვენ უკვე ვიკვლევთ ამას ვეძახით საბითუ მონაწილს, ანუ ოპერატორები როგორ მოქმედებენ და აქ რაც საჩვენა გამოწვევა ის არის, რომ ბაზარზე ალტერნატიული ოპერატორის გაჩენა მათ შორის არის პრობლემა, ანუ არიან ძირითადი ინფრასტრუქტურის მფლობელი ოპერატორები არიან, რომელთაც აქვს საკმაოდ დიდი ბაზრის წილი, აი თუნდაც კვლევასაც ესეთი პრინციპი აქვს ბენჩმარკინგს, რომ უნდა აირჩიო ის კომპანიები, რომლებიც ჯამში ყველაზე დიდიდან დაიწყო, სანამ არ მიიღებ ბაზრის 70%. ჩვენთან ორი ოპერატორი უკვე ფარავს 70%-ზე მეტს. ანუ მესამე თქვა, იმიტომ არ იყო ამ კვლევაში, ეს იყო მიზეზი? კი, ანუ ეს ნიშნავს, რომ ძალა შეთავაზების, ასე ვთქვათ, პარიტეტი არის იმ 70%-ის მხარეს და 70%-ში ჩავარდა ორი კომპანია, ესე იგი ამ ორ კომპანიას აქვს, ასე ვთქვათ, ფასის კარნახის უნარი, ანუ ეს ბენჩმარკინგის. თუმცა მესამე კომპანია, სიდიდით მესამე, ყველამიც რომელი კომპანია შეცვლიდა რამეს კვლევის შედეგებში. თუ უბრალოდ არ არის სტანდარტი და იმიტომ არ შეიძლება. თუ მას ექნებოდა საკმაოდ დიდი წილი და ანუ თუ კი მასთან იქნებოდნენ საკმაოდ ანუ ვერ შეცვლიდა და ეს არის, ასე ვთქვათ, ის რეალური შედეგები, რომელიც დაიწყო. თუმცა ამ შედეგებს მაგთიმაც fake კვლევა უწოდა, სილკნეტიც არ იყო კმაყოფილი, მაგთიმ რამდენიმე წუთის წინ კიდევ გააკეთა განცხადება, რომ საზოგადოების შეცდომა შეყვანა გრძელდება და მოიყვანა თქვენი კვლევიდან მაგალითი, რომ შეთავაზებების ნაწილში მაგალითად 1 გიგაბაიტი ჩვენთან არის PPP, ამ შემთხვევაში ანგარიშდება დოლარში 6 და ევროპის ქვეყნების საშუალო ფასი არის 9 და ჩვენი -30% ნაკლებია, ანუ ეს უკმაყოფილება, ასე ვთქვათ, ოპერატორების მხრიდან იყო. მაგრამ აი 1 გიგაბაიტი ინტერნეტი დღევანდელ დღეს, როდესაც ქართველი მომხმარებელი 12 გიგაბაიტს იყენებს მობილურს თვეში, რამდენად არის, ანუ ის ხო შეზღუდულია, ის იძულებულია ან რამდენჯერ მობილური შემთხვევაში რამდენჯერმე უნდა იყიდა, ხო, ეს შეთავაზება, რომ დაიკმაყოფილო გაზრდილი მოთხოვნა 1 გიგაბაიტი, თუ ხარ, ასე ვთქვათ, მომხმარებელი აქტიური მობილურის და ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მხოლოდ მობილური ტელეფონი აღარ იქნება ხომ, ახალი თაობის ინტერნეტი მეხუთე თაობა იქნება იმისთვის, რომ ჩვენ საყოფაცხოვრებო ნივთები უნდა ჩავერთოთ ამ ინტერნეტში. ერთი მომხმარებელი მრავლდება უკვე ათეულ ჩართულ საგნების ინტერნეტზე, ხომ? აი ამ შემთხვევაში ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად გაიზრდება კიდევ სამეურნეო ნაწილში მოთხოვნა და მით უმეტეს გაიზრდება იურიდიულ ნაწილში, თუ კი მით უმეტეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა რომ ციფრული ეკონომიკა იყოს ძლიერი ჩვენ ქვეყანაში, ეს არის ძალიან კარგი ნიშა, სადაც სოფლიოში ბევრი ქვეყანა პატარა ზომის ეკონომიკები ზუსტად იბრძვიან იმისთვის, იმიტომ რომ ციფრულს არ აქვს შეზღუდვა, 100 ჯერ იზრდება ჩართული მოწყობილობის
რაოდენობა. აქ ორი მიმართულება შეიძლება იყოს კიდევ საინტერესო. ერთი არის ხარისხის ნაწილი. ერთი რაფას ვიხდი ამაში და შემდეგი თავარი თემა ალბათ ერთ-ერთი არის რა ხარისხი მომეწოდება. დაპირებული ხარისხი არის თუ არა ეს. და მეორე საკითხი თავად კომპანიებს რამდენად ძვირი უჩნდებათ ამ ინტერნეტის, ასე ვთქვათ, ფასწარმოქმნა, ასე ვთქვათ, როგორ ხდება. აი ეს დეტალები რამდენად არის ფასწარმოქმნის ნაწილით კი პასუხობთ პირველ რიგში, ფასწარმოქმნის ნაწილს სწორედ ის კომპლექსური კვლევა სწავლობს, რასაც ჩვენ საბითუმოს ვეძახით, ამ ნაწილში ვუყურებთ ზუსტად თავად, ვთქვათ, საერთაშორისო ინტერნეტ დაკავშირებით რა ფასით ხდება შემოსვლა, ან ზოგადად მათი ინფრასტრუქტურა არსებული რა ხარჯს წარმოქმნის, რომ თქვათ შემდეგ მიაწოდონ აბონენტებს ეს შესწავლა. ანუ დასრულდება ეს კომპლექსური კვლევა, მაშინ გვექნება ამის შედეგი. როდის დაახლოებით რა ვადები? ჩვენი გეგმა არის, რომ მეორე კვარტალში, მეორე კვარტალის შუაშიც კი გქონდეს შედეგები, რაც შეეხება ხარისხს, ჩვენ გვაქვს შეამოწმე GST პორტალი და შეუძლია მომხმარებელს რომ შეამოწმოს სიჩქარე და თუმცა ვცდილობთ რომ სახში მიწოდებული ინტერნეტის სიჩქარე ვცდილობთ რომ გაავაუმჯობესოთ თქვათ და უფრო ასე ვთქვი მოქნილი გავხადოთ და თქვათ მეტი სერვისებს და ნუ მობილურში ყველას გვაქვს შესაძლებლობა რომ შევამოწმოთ სიჩქარე. მათ შორის ოპერატორების ნაწილიც ამ შემთხვევაში იგივე მაქტიკომი და სინთეტი ამბობდა ეს არის წინაპირობა იმის რომ გარკვეული რეგულაციები შემოვიდეს ბაზარზე რა ტიპის შეიძლება იყოს ეს რეგულაციები ცხადია ეს დამოკიდებული იქნება კომპლექსურ კვლევაზეც რომელიც მიმდინარეობს და ამის შემდეგ ალბათ უფრო მარტივი იქნება ამას საუბარი მაგრამ აი რა შეიძლება გარდამტეხი გახდეს ბაზარზე რაზეც კომკომი ფიქრობს დიახ ანუ რეალურად პირიქით არის ჩვენ კომპლექსურ კვლევას ვატარებთ და გვინდოდა გვენახა ამ ნაწილში ხო არ არის ასევე გამოწვევების საცალოს მხარეს ანუ ბენჩმარკინგი ასე ვთქვათ კომპონენტი გახდა და ასე ვთქვათ დაადასტურა ის რაც კომპლექსური კვლევის ფარგლებში პირველადი ინდიკატორები იყო. მთავარი შედეგი რასაც ჩვენ ამ კვლევას ვატარებთ ევროპელი ექსპერტების დახმარებით, ასოცირების შეთანხმების დაფინანსებით და მთლიანად ჩარჩო არის ევროკავშირის ჩარჩო და ხედვა არის ბაზრის გახსნა რაც მანამდე ვახსენე რომ გაჩნდნენ ალტერნატიული ოპერატორები ეს არის მობილური ვირტუალური ოპერატორები თუ ფიქსირებულში არსებული ვირტუალური ოპერატორები, რომლებიც შეძლებენ რომ ინფრასტრუქტურული კონკურენციიდან, ანუ ინფრასტრუქტურაზე მიჯაჭვული, ასე ვთქვათ, ჩვენთან მიწოდება, გადავიდეს მომსახურებებზე. დღეს ტელეკომი ითვლება, რომ მთლიანად მომსახურებებში, სერვისში კონკურენციაზე არის ფოკუსირებული და საქართველოში ჯერ კიდევ მიჯაჭვული ვართ, თუ კი ინფრასტრუქტურას ფლობ, მაშინ ხარ მხოლოდ ძირითადი მომწოდებელი და აი ეს არის მიმართულება, რაც ამ მომენტისთვის გვაჩვენა კვლევა. მეორე მხრივ რაღაც мотиваცია უნდა გქონდეს, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რომელსაც ფლობ გაუზიარო სხვასაც. ანუ რა мотиваცია შეიძლება გქონდეს ამ შემთხვევაში, თუ ბაზრის სიმცირესაც ავიღებთ, იგივე თქვა მარტის ან სიტყვით. დიახ, ანუ ბაზრის სიმცირეზე ვისაუბრეთ, რომ მობილური სერვისების მომხმარებელი გაიზრდება, იმიტომ რომ მოწყობილობები უნდა ჩაერთოს. ანუ ამითი რაღაც ინსენტივი უნდა მისცეს შენ მოსახლეობას, რომ მათ ჩართოს უკვე ხოჭკუიანი სახლი კონდეს და ასე შემდეგ და მეორე არის რომ რაც თავარია საბითუმო ნაწილში შემოსავალს იღებს ანუ მას შეუძლია მისი ეს ინფრასტრუქტურა გააქირაოს შემოსავალი მიიღოს და ნაკლები დახარჯოს საცალოზე თუ ხარჯავს თუ თulis რომ ბევრს ხარჯავდა და საცალოს ნაწილს უკვე ნიშურად აკეთებენ ეს უფრო მცირე ზომის კომპანიები რომლებიც მთლიანად მომსახურების ნაწილში კონკურენციაზე არიან ფოკუსირებული. ის უნდა იყოს ინტერესი მათ. და რეგულაციების ასე ვთქვათ გარდამტეხი რა შეიძლება იყოს ბაზარზე მაგას რო დაუბრუნდეთ რა ტიპის შეიძლება იყოს ეს რეგულაცია ვთქვათ იმ შემთხვევაში როცა ბაზრის გახსნაზე და ალტერნატიულ ოპერატორებზე ვირტუალურ ოპერატორზე ვსაუბრობ აქ იქნება წესები და დაშვების წესი რომ რა ვადაში არსებობს გამოსცემა ვთქვათ რა ფასით, ანუ ეს უკვე კვლევის სულ ბოლო ეტაპზე გამოვლინდება, აი ჩვენ ფინანსურ ნაწილს, საინვესტიციო ნაწილსაც როცა შევაფასებთ. მობილურთან ერთად ფიქსირებულზეც განიხილება ვირტუალურ ოპერატორებში. კი, ფიქსირებულშიც არის ძალიან პოპულარული Bitstream-ი ქვია, იქ თუ მე MVN ქვია, აქ ქვია Bitstream დაშვება, როდესაც ინფრასტრუქტურის ნაწილზე სხვადასხვა წერტილში შეიძლება დაუშვა ოპერატორი, რომელსაც არ აქვს სრულყოფილი ეს ცოტა გრძელვადიანი საკითხია თუ ეს პარალელურად ხდება დიახ და კი ბატონო და შეჯამებისთვის ცხადია
ამ თემას გავაგრძელებთ, კომპლექსური კვლევის შედეგებსაც ველოდებით და ღია, რა თქმა უნდა, ჩვენი ეთერი კომპანიებისთვისაც 2024 წელს ეს მთავარი სტრატეგია კომუნიკაციების კომისიის რა იქნება შეჯამების რომ გითხრათ. დიახ, პირველ რიგში არის სწორედ ამ კომპლექსური კვლევის დასრულება, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც მუშაობთ და რაზეც გავაგრძელებთ მუშაობას და ამის პარალელურად თუნდაც იგივე ხარისხის ნაწილზე მუშაობა, გაუმჯობესებაზე, ასევე მომხმარებელთა დაცვის რეგლამენტის ნაწილზე მუშაობა, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები, რომელზეც ტელეკომის ნაწილში მუშაობს კომისია. მადლობა, მეკატერინა იმედაძე იყო ჩვენი სტუმარი, რომელიც კომუნიკაციების კომისიის წევრია. მადლობა მას გადაცემას ჩართულობისთვის.